უკან ჩავიდეს და იმდენად აღარ შეაწუხოს დავის მეტოქი. აი ახლა ჯიქია არის კონტრშეტევაში, რომელიც შეიძლება ძალიან კარგი გამოვიდეს. კონტრშეტევა აღარ გამოვა, პაპუნაშვილი დარჩა ბურთით იქ პირით ხასთან და საბოლოოდ კუთხური. კუთხური, რომელიც უნდა მოაწოდონ მარჯვენა ფლანგიდან. ჩვენმა ფეხბურთელებმა ზარანდია არ მივიდა ბურთი გიგაბიძემდე. თევზაძე გაამწვავა სიტუაცია სოლო რეიდის მეშვეობით წაუკრეს ბურთზე ფეხი მოლდოველებმა მარცხენა მცველს საქართველოს ნაკრებისა და ამითი განიმუხტა სწორედ ეს იერიში. გურეშიძე მოაწვის აუტს. არა დაუტოვა იქ ბურთი თევზაძეს. კიკაბიძე კიდევ ერთი აუტი. ისევ თევზაძე განაახლებს თამაშს. გაერკვნა სიტუაციაში ჩვენი სტუმრები მოედნის ცენტრამდე მათ ბურთის მიტანა მოახერხეს. შეჯახება იყო საკმაოდ არასასიამოვნო და ისევ თევზაძე აღმოჩნდა მინდორზე. თუმცა არაფერი სერიოზული წამოდგა იქ. მარცხენა მცველი საქართველოს ნაკრების აუტი უნდა მოაწოდონ მოლდოველებმა. ჭანტურია იყო კარგი ამ ეპიზოდში. საფეხბურთო თამაში დააფიქსირა ავსტრიელმა რეფერიმ. გურეშიძე უკან გადაცემა კურდაძე ჯარიმა წინსაცემ წააქცია თავისი მოწინააღმდეგე. სტანდარტია რომელსაც შეასრულებენ მოლდოველი ფეხბურთელები. ვადიმ კალუგერი გუნდის კაპიტანი მილსამის ფეხბურთელი აწვდის საჯარიმო მოედანში მეორე სართულზე ორთაბრძოლას იგებენ ჩვენი მცველები. აი ამ დისტანციიდან ხო კარში დარტყმა რამდენად შეიძლება იყოს საფეხბურთო თავად განსაჯეთ. ბეკა კურდაძე შეიყვანს ბურთს თამაშში. აბურჯანია შეწვდა თავით ბურთს. ზარანდიაზე გადაცემა მარჯვენა ფლანგი თუ მიუსრო ლუკა ზარანდიამ. ალბათ მაქსიმუმი მიიღო ამ ეპიზოდიდან. კუთხურის მოწოდების უფლება დაიტოვა საქართველოს ნაკრებმა ზარანდიას აქტიურობის გამო. იქვე გაითამაშა. დაბალი ჩაწოდება საჯარიმო მოედანში გაერკვნა ძალიან კარგად მოლდოველების სიტუაციაში. გამოიტანეს მათ ბურთი, ხოლო შემდეგ კი კაკაბაძემ გაატარა იგი მოედნის ფარგლებს გარეთ აუტია. გვერდით ხაზიდან განახლდება თამაში გააკეთებენ ამას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები. კაკაბაძე გრძელი პასი წინ ჯიქია შეეცადა გამოხმაურებოდა ამ გადაცემას, თუმცა ბურთმა ცენტროვარდამდე არ მიაღწია. მარჯვენა ფრთიდან სადეს მოლდოველებმა შეტევის წამოწყება, რადუ როგაჩი აქტიურობდა იქ, მაგრამ დაასწრეს მოლდოველთა მეოთხე ნომერს დაასწრო თევზაძემ.
რადუ როგაჩი იყო კადრში. კალუგერი არაზუსტი პასი. კიდევ ერთი მცდელობა მოლდოველებისა. წამოიწყო ნიერიში. როგაჩი. კალუგერი. უკან მოუწია ბურთის დაბრუნება. გაწუხებდნენ მოლდოველთა კაპიტანს ქართველები. თუმცა ბურთი ჩვენმა სტუმრებმა შეინარჩუნეს. ჩანტურია გაატარებს ალბათ ბურთს, მოვიდნენ ფარგლებს გარეთ, ასეც მოიქცა ძალიან ჭკვიანურად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა. კორპუსი ჩაუდგა იქ დამასკანს. არ მისცა მე-17 ნომერს მოლდოვის ნაკრებისა ბურთთან მიახლოების საშუალება და ეხლა ბექა კურდაძე განაახლებს თამაშს. ამასობაში მიილია ნახევარი საათი მატჩის დაწყებიდან 2-0 ლუკა კიკაბიძის და გიორგი აბურჯანიას გოლების წყალობით, რომლებიც შესაბამისად მე-14 და მე-7 ნომერებმა საქართველოს ნაკრებისა შეაგდეს მე-6 და მე-8 წუთებზე. მასპინძლები იგებენ ძალიან დამაჯერებლად და რჩება ისეთ შტაბეჭდილება, რომ ნებისმიერ მომენტში საქართველოს ნაკრებს შეუძლია მოუმატოს. ნებისმიერ მომენტში თუ ეს საჭირო გახდა, შეუძლია მას ხიფათი შექმნას და კიდევ არაერთი გოლი გაიტანოს მეტოქის გარში. ძალიან დამაჯერებელნი არიან ვასილ მაისურაძის შეგირდები ამ მატჩიც მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ. ბუნებრივია ახლა ყველა აბსოლუტურად ფეხბურთელს თავში უტრიალებს და ეს ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, რა კარგი იყო ახლა პაპუნაშვილი, რა ეფექტურად, რა ლამაზად მოატყუა თავისი მოწინააღმდეგე. პირველი ყვითელი ბარათი დღევანდელ მატჩში სრულად ამსახურებული, რომელიც მიიღო მოლდოველთა მცველმა მესამე ნომერმა ვლასმა იმისთვის, რომ ძალიან უხეშად ეთამაშა პაპუნაშვილს. ყველა ქართულ ფეხბურთელს ალბათ თავში უტრიალებს მაინც ბოლო მატჩი ჰოლანდიელების წინააღმდეგ. არ არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის შეხვედრა აღარ იქნება სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე პრინციპული, მაგრამ ძალიან ბევრი ელოდება იმ თამაშისგან რეალური პასუხის გაცემას, რამდენად მართლაც ძლიერია საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები, ვინაიდან ჰოლანდიის გუნდი იქნება მშვენიერი გამომცდელი ამ შემთხვევაში. ისე დაემთხვა, რომ ჰოლანდიის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები იყვნენ თბილისში და ეხლა 19 წლამდელთა ნაკრებიც აქ არის, რომელიც პარალელურ რეჟიმში თამაშობს თავის შეხვედრას უელსელების წინააღმდეგ. და თუ დაუშვათ ეხლა ახალგაზრდა ქართულ ფეხბურთელებს ის მატჩი უტრიალებთ თავში, გასაკვირი ამაში ნამდვილად არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე საკითხი ისე, რომ აუცილებლად ის შეხვედრა ამ გუნდმა უნდა მოიგოს, არ დგას. უბრალოდ პრესტიჟის საქმეა და ძალიან უნდა დარწმუნებული ვარ ყველას, რომ აი ეს მშვენივრად დაწყებული შესარჩევი ციკლი ასევე მაჟორულ ნოტაზე იქნას დასრულებული. ყველას მე გულისხმობ როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებს, ბუნებრივი ამწვრთნელებსაც. ძალიან კარგი ნაკრებია ეს და კიდევ ერთი პატარა სპექტაკლი საფეხბურთო, რომელიც შემოგთავაზა ქართველებმა მარჯვენა ფლანგზე შეტევისა სამწუხაროდ ის იერიში კარში დარტყმით არ დასრულებულა. აქ ჯარიმა ცინცაძე არ ყავს თამაშის წესს. акция მან ალექსანდრო ბეიანი სწრაფად შეიყვანეს მაქსიმალურად რამდენადაც შეეძლოს მათ ამის გაკეთება.
მოლდოველებმა ცინცაძემ კიდევ ერთხელ იბრძოლა ბურთისათვის და დაატოვებინა იგი თავის მეტოქეებს. შემდეგ ვეღარ განავითარეთ ქართველებმა იერიში და საბოლოო ჯამში ბურთთან დარჩა გალაჩი. ჯარიმას გავდა, ასე ვთქვათ, თუმცა ავსტრიელმა რეფერიმ არ გადაწყვიტა შეხვედრის შეჩერება. მარცხენა ფრთიდან ცდილობენ ჩვენი სტუმრები შეუტიონ. ჭანტურია ჩაერია ეპიზოდის განვითარებაში. კიდევ ერთი ჯარიმა. პირველ მატჩთან შედარებით ბევრია კონტაქტი და ბევრია მსაჯის სასტვენი. ნუ ეს ერთის მხრივ ალბათ განპირობებული არის ავსტრიელი რეფერის სამსაჯო მანერით და მეორეს მხრივ იმითიც რომ მართლაც უფრო ბევრია ხისტი ორთაბრძოლა მოედანზე. რაშიც ტოლს მასპინძლები თავიანთ მეტოქეებს ნამდვილად არ უდებენ. ზარანდია სამ მეტოქეს გაცდა, მეოთხე ვეღარ მოატყუა. რთულ ვითარებაში შეინარჩუნა ბურთი მოლდოველმაც, კონკრეტულად კი ბირდანმა. კიდევ ერთი გრძელი პასის მცდელობა, რომელიც ჩაიჭრა ჭანტურიას მხრიდან, გურეშიძე, თევზაძე. ჯიქია. ჯარიმა. მოლდოველები განაახლებენ თამაშს. მივიდა ბურთი როგაჩამდე, მარჯვენა მცველი მოლდოვის ნაკრებისა. უკან გადაცემა და არაზუსტი პასი მოლდოველთა მხრიდან. ისევ როგაჩი, ჭანტურია. ძალიან კარგად განსაზღვრა ბურთის ტრაექტორია. დაელოდა სანამ ბურთი მასთან მივიდოდა და მერე ძალისმიერი ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო თავის მოწინააღმდეგეს. აუტია განაახლეს თამაში მოლდოველებმა. საბოლოოდ გაისმა ავსტრიელი რეფერის სასტვენის ხმა ოლივერ დრაჩტამ დააჯარიმა ჩვენი სტუმრები შეტევისას. იყო ჯარიმა, ეხლა ამაზე კამათი ვარენტი ბირდანი არ უყურდა თამაშის ეს. კამათი აბსოლუტურად უადგილოა. ჭანტურია ძლიერი დარტყმა იქ პირველი ბურთთან გაჩნდა მოლდოველთა ცენტრალური მცველი, რომელიც საკმაოდ კარგად მოიგერია. იგი ბირდანი იყო ჩვენს ნახევარზე, უკან მოუწია პასის გაკეთება. კვლავ მოლდოველები იწყებენ შეტევას. გურეშიძე გაერკვევა კარგად სიტუაციაში, დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდა. შენერად თამაშა მესამე ნომერმა საქართველოს ნაკრებისა ჯიქია. გაატარა იქ ბურთი გამით დააბნია მცველი, მაგრამ დააზღვია იქ 13 ნომერი მიხაი როსკა დააზღვია ბლასმა. რა და კარგი ეპიზოდი იყო. ძალიან ეფექტურად იმოქმედა ჯიქია. არასტანდარტულად რაც ფავარია და ამ ყველაფერმა გამოიწვია 13 ნომრის მიხაი როსკას დაბნება. ბლასმა თავი დაუდო პაվել გალაჩს. 39 წუთი დაიწყო მატჩისა. ჯიქია იყო ბურთით. თევზაძე. ჯარიმა, რომელსაც
შეასრულებენ ქართველი ფეხბურთელები აქცია თევზაძე 19 ნომერმა ალექსანდრო ბეიანმა ცინცაძე უკან გადაცემა ჭანტურია ბურთით კიკაბიძეზე კეთდებოდა პასი არ მიაღწია ბურთმა ადრესატამდე ცინცაძე გურიშიძე კურდაძე მარჯვენა მცველი კაკაბაძე დაეუფლა ბურთს რომელიც წინააღმდეგას დაარღვიეს თამაშის წესები აბურჯანია არ დაუტოვა კაკაბაძეს ჩამოიწია ცინცაძემ უკან გურეშიძე და თევზაძე კარგ სამსვლიან კომბინაციას ათამაშებდნენ ქართველები სამწუხაროდ კიკაბიძის პასი არ გავიდა თევზაძეზე დაუთმო კიკაბიძემ ნახეთ ალბათ თავისი პოზიცია პარტნიორს გიორგი თევზაძეს რომელიც აპირებდა კიდევ დამწვავებას სიტუაციისა კიკაბიძის გადაცემა რომ მისულოდა იქნებოდა ძალიან კარგად წამოწყებული შეტევა რომელიც მწვავე გაგრძელებას ჰპოვებდა აუცილებლად ჩაჭრის გადაცემა მოლდოველებმა აი ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი როდესაც ამ გუნდის მიერ შემოთავაზებულ თანამედროვე ფეხბურთზე ვლაპარაკობ აი ესეთი ადგილმონაცვლეობა ესეთი სინქრონული მოქმედებები შეტევაში ისევე როგორც სხვა შორის დაცვაში სადაც პრაქტიკულად უშეცდომონი არიან ვასილ მაისურაძის შეგირდები ეს ყველაფერი არის კიდეც ზუსტად აი ის რაზეც ასე ხშირად ამ ნაკრების თამაშის დროს მიწევს საუბარი აბურჯანია იქნა წაქცეული ჯარიმა რომელსაც დაარწმუნა ქართველი ფეხბურთელები იხმო თავისთან არბიტრმა გიორგი აბურჯანია პირველ მატჩიც საკმაოდ კორექტულნი იყვნენ ვასილ მაისურაძის შეგირდები პაპუნაშვილმა უბრალოდ ან პაპუნაშვილმა ან ცინცაძე უბრალოდ არ მახსოვს მიიღო გაფრთხილება ერთი გაფრთხილებით არიან ქართველები პაპუნაშვილმა მიიღო ვითელი ბარათი იმ შეხვედრაში მაშინ როდესაც გახსოვთ ალბათ უელსელთან მხრიდან მეკარე იყო გაძევებული რასაც მოვაკიდეთ ცინცაძის გოლი საჯარო მოედნის ფარგლებს გარეთ ხელით ითამაშა უელსელთა გოლკიპერმა და ზოგადად ცოტა უხეში გუნდის შტაბის ნებადართობა უელსის ნაკრებმა მით უმეტეს მას შემდეგ რაც გაირკვა რომ ისინი ვერაფერს უპირისპირებენ თავიანთ მეტოქეებს და პირდაპირად აგებდნენ ყველა საფეხბურთო კომპონენტში იყო იქ რამდენიმე გამოვლენა უხეშობისა უელსელთა მხრიდან რაზეც ქართველებს არ უპასუხიათ უხეშობითვე პასუხობდნენ ლამაზი ფეხბურთით ესეც ალბათ პლუსია როდესაც გუნდი ასე დისციპლინირებულია მოედანზე მოედნის ცენტრში იყვნენ მოლდოველები ბურთით და ახლა უკვე შეტევის მარცხენა ფრთაზე არიან კარგი იყო ძალიან ბრავო კაკაბაძეს რომელმაც არ გაატარა იქ თავის მეტოქე შესანიშნავად აართვა ბურთი საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ვიზავის კიკაბიძე გამოეხმაურა ამ გადაცემას და პირველი იქნება მე-14 ნომერი საქართველოს ნაკრების ბურთზე ჯიქია იყო ვარიანტი შეტევის გაგრძელებისა პაპუნაშვილის მეშვეობით ჯიქიამ გადაწყვიტა თვითონ შესულიყო საჯარიმო მოედანში და თვითონ შეექმნა თავისთვის დასარტყმელი პოზიცია არც ეს გამოიყურებოდა ცუდად ეს გადაწყვეტილება უბრალოდ ვეღარ მოიყვანა სისრულეში იგი საქართველოს ნაკრების მე-9 ნომერმა ისევ ჯიქია ბურთით
კვლავ ჯიქია ძალიან კარგი იყო ამ მომენტშიც ჯიქია დაარტყა კარის მმართველობით მოიგერია მისი დარტყმული გალაჩმა ტიპიური ცენტრალური თავდამსხმელია რომელიც მუდმივად კარზეა დაგეშილი რომელიც სულ ცდილობს რომ მოძებნოს სიტუაცია კარში დასარტყმელად ეს არის ის ძალიან კარგი თვისებები რომელიც უნდა კონდეს თანამედროვე ცენტრ ფორვარდს და რომლითაც დაჯილდოებული არის საქართველოს ნაკრების მე-9 ნომერი ვერ მოვაწოდოთ კუთხური მთლად კარგად აი გუდროო დროს დაუწდა ფეხი აბურჯანიას თუ არ ვწდები და კინაღამეს ყველაფერი გადაიზარდა სახიფათო მომენტში მაგრამ ქურდაზე იყო ძალიან მხიზლად ამ ეპიზოდში და ერთხიფათი აღარ შექმნილა ბეკა ქურდაძე განაახლებს თამაშს ჯიქია აბურჯანიაზე გაკეთდა პასი თუმცა გადაცემა ადრესატამდე არ მიაღწია ცინცაძე ეთამაშა იქ ძალიან კარგად თავის მეტოქეს და დაატოვებინა ბურთი ამასობაში თავდება კიდეც პირველი ტაიმი რომლის პირველი 10 წუთიც იყო ძალიან კარგი 1 წუთი იქნა დამატებული პირველი ტაიმის სრულობაზე 10 წუთი იყო პირველი ნახევრისა ძალიან კარგი პირველად წუთზე მაქვს ლაპარაკი რომელშიც ჩაედია 2 გატანილი გოლი ჯერ კიკაბიძემ ხოლო შემდეგ კი აბურჯანიამ 2 ბურთი გაუტანეს მოლდოველებს ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ძალიან პრაგმატულად თავკუთმოკლეჯილი შეტევებში წასვლის აუცილებლობა ბუნებრივია აღარ იყო როცა 2 ბურთიანი უპირატესობა გაქვს ამის გაკეთება აღარ არის აუცილებელი და ამ პრაგმატული თამაშით მიიყვანა ტაიმი დასასრულამდე ეხლა ზარანდია უტევს და მესამე გოლის გატანის შანსი იყო გადარჩნენ მოლდოველები ამ ეპიზოდში ტაიმის მიწურულს ჯიქიას შეეძლო კიდევ უფრო დაეწინაურებინა ქართველი ფეხბურთელები თუმცა ამის შესაძლებლობა ისევ არის ვინაიდან კუთხურია და ნახოთ ახლა ამ კუთხურს როგორ მოაწოდიან ალბათ ბოლო შანსი ექნებათ მას მენძლებს იმისი რომ კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი უპირატესობა ცინცაძე უტყავდა თავით კარის მმართველობით ეხლა უკვე ისევ უტყავს მე-6 ნომერი საქართველოს ნაკრებისა და აი ამ შეტევების ფონზე მთავრდება პირველი 45 წუთი 2-0 ძალიან დამაჯერებელი ფეხბურთი ძალიან დამაჯერებელი ანგარიში მეორე მატჩსაც საქართველოს ნაკრები ატარებს მშვენივრად ამჯერად მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ შევისწავლოთ და შემდეგ განვაგრძოთ ამ შეხვედრის რეპორტაჟში დასათნოება დაგვანათა არსთა გამრიგე ჩვენ ვაშენებდით ბანასას
ხო. მაშასე ზურფას ტელემაყურებლებო, პირველი არხი აგრძელებს პირდაპირ რეპორტაჟს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, სადაც საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ეთამაშება მოლდოველთა ანატოლებს და უგებს ძალიან დამაჯერებლად ანგარიშით 2-0. მე ძალიან სწრაფად შეგახსენებთ იმას, რომ ქართულმა ფეხბურთელებმა მოიგეს პირველი მატჩიც უელსელებთან, ეს არის ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ერთ-ერთი პირველი უბრალოდ ეტაპი, მეორე იქნება კიდევ ერთ რაუნდი. და ამ ორი გოლით, რომელიც გაიტანეს ქართველებმა პირველ 10 წუთში, ისინი იგებენ თავის მეორე შეხვედრასაც ზარანდი არის. თქვენს ეკრანებზე იქნება რაღაც 17 ნომერმა საქართველოს ნაკრებისა, თუმცა სერიოზული არაფერი. ამ ორი გოლით, რომელიც ქართველებმა გაიტანეს პირველ 10 წუთში მატჩზე, პირველ 8 წუთში უფრო სწორედ, ისინი ამარცხებენ მოლდოվել თანატოლებს. გოლების ავტორებსაც გეტყვით, ბარემ ლუკა კიკაბიძე და გიორგი აბურჯანია. შემადგენლობები იგივეა, არც ერთ პუნქტში არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ასე რომ ძალიან სწრაფად ჩავიკითხავ მე იმ 22 ფეხბურთელს, რომელმაც დაიწყო შეხვედრის მეორე 45 წუთი. ესენი არიან ქართველთა მხრიდან მეკარე ბექა ქურდაძე, 2 ოთარ გაგაბაძე, 3 ალექსანდრე გურიშიძე, 4 ნიკა ჭანტურია. კიდევ ერთი შეტევა არის საქართველოს ნაკრებისა. კიკაბიძე ბურთთან, 6 მათე ცინცაძე, 7 გიორგი აბურჯანია, 8 გიორგი პაპუნაშვილი, 9 დავით ჯიქია, 14 ლუკა კიკაბიძე, 16 გიორგი თევზაძე და 17 ლუკა ზარანდია, ვასილ მაისურაძეა მთავარი მწვრთნელი გუნდისა. მოლდოველები პაվել გალაჩი, მეკარე ნომერი 1, 3 დანიელ ლასი, 4 რადულ როგაჩი, 6 ვალერი მაკრიტჩი, 7 გუნდის კაპიტანი ვადიმ კალუგერი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჭანტურია გახლავთ მე-4 ნომერი, 8 ვალენტინ ბირდანი, 9 ვადიმ პაირელი, 10 ალექსანდრუ ბეიანი, 13 მიჰაი როსკა, ზარანდია მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში კუთხურია. 14 დავით კემში და 17 ილია დამასკანი. უკაცრავად ცვლილება მოხდარა საქართველოს ნაკრებში. პაპუნაშვილი დაждდა სადარიკოთა სკამზე, რომელიც თამაშობდა მერვე ნომრით და მის ნაცვლად მოედანზე გამოჩნდა გიორგი გოროზია, მე-18 ნომერი, ტორპედოს, ქუთაისის ტორპედოს კიდევ ერთი ფეხბურთელი. აქ ძალიან კარგი შანსი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ სამწუხაროდ მესამე გოლის გატანა არ მოხერხდა. არა და ეპიზოდი მართლაც კარგი იყო, ზარანდიას შეეკრნა ეს მომენტი. რა შეიძლება ითქვას პირველ ტაიმზე?